ჩემო კარგებო, არც ისე დიდი დრო არა მაქვს, მაგრამ მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყვი ამ წინა საარჩევნოდ და რა ვიცი, მოსვენი მოისმენს, გამგები გაიგებს და ეხლა ვისაც არ უნდა და ვინც რაღაცა საშუალს ეძებს რაღაცა ეფემერულს, ყოველდღიურს, აბა იქნებ 20 ლარი ვიშო, იმისთვის ეხლა მგლის თავზე ოსახარებას კითხულობენ და მგელი მაინც დღისკენ იყურებოდაო, რა თქვა მიან. საოცარ წინასწარმეტყველებას ვიტყვი. კოცები გაიმარჯვებენ. კოცები გაიმარჯვებენ. აი ვინც თქვენ მეუბნებით რომ მე ყოველთვის ვსდები და მე ყოველთვის არასწორს ვამბობ, აი დაიმახსოვრეთ ახლა ჩემი სიტყვა. კოცები გაიმარჯვებენ. კოცები მოიგებენ არჩევნებში და კოცები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას. აი დაიმახსოვრეთ თუ ეს ასე არ მოხდება. და კიდე რა მინდა რო თქვა, იცი, საოცარი ერი ვარ, ჩვენ ამ ყველაფერს ამას მოვითმენთ და მზღნერივით შევირგებთ რა, შევჭამთ ამ ნეხს და მე რა, რომ ნუ ასე ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი მოსულა. აქ ჯემალამ ჯონდო დააორსულა და всё რა, სხვაგან რო არ მოხდება, იმას ავიტანთ და მოვითმენთ. რა ვიცი, აგერა ხართ თქვენ და ვისაც გატყუებენ, ვინც უსამართლობაში შეხვედრი ხართ, ვინც ნაცების დროს, კოცების დროს ერთ ნეხში ცხოვრობთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რა ვიცი, როგორ უნდა ადგეთ და მიიღოთ ამ კონცერტში მონაწილეობა. თქვენი გადასაწყვეტია, რაც გინდათ ის გენით, ხელი ფეხი ხსნილი გაქვთ, მაგრამ ბიჭო, ხო არსებობს რაღაცა თავმოყარეობის პატარა ნიშა რა. აი ის ნიშა ხო უნდა შეინარჩუნო რა. ბრძოლის ველზეც ხო უნდა გქონდეს ღირსეული სიკვდილის უფლება ადამიანს რა. აი ქართველებს მაგის უფლება არა აქვს. საქართველოში არჩევნები არ არსებობს. ეს არჩევნები წინასწარ გაყალბებული, წინასწარ დაწერილი, წინასწარ მომსპარი და წინასწარ მონაგავებული. ან გადასაწყვეტი თქვენია, როგორც გნებავთ, ისე გააკეთეთ, ისე მოიქეცით, მაგრამ რა ვიცი რა, მიზეზი შეიძლება იმისი, რომ ჩვენ ყველაფერს ვითმენდეთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული თავმოყარეობა, რომელსაც ჩვენ ამ დონემდე მიგვიყვანა რა, ამ უსაზღურო ფსკერამდე, თუ შეიძლება ითქვას, საიდანაც ამოსვლა უკვე აღარ შეიძლება, თუ არ მოხდება ამ ხელისუფლების სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტოტალური გადაგდება მართვის გოლიდან და თუ არ მოხდება და არ დაინიშნება სახალხო არჩევნები, მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს ეს გურია შაიშმელაშვილი როა თავს რო ქართველად ყენის ამერიკაში რო გააპარა სალომე ზურაბიშვილმა მეორე არა ქართველმა და მამაც ახლობენ იქედან და აქედან ნაცები და ყველანაირად რო მანიპულირებენ, მეთქი რა ქვია, ოპოზიცია რო დაირქვეს ახლა ხელისუფლებაში ყოფნის დროს რაღაც სასწაულებს რო აკეთებდნენ და ეს დღევანდელი ხელისუფლება იმ სენტიმენტებით რომ მოვიდა სათავეში როგორ ნაცები წასულიყო, აი ამას ვცვლით ჩვენ, მეც არაფერს, ჩვენ ცხოვრებას არ ვცვლით. რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა? აი ვისაც არ გასულთ, ვის ბავშვები იყავით, გაიზარდეთ, ვით ცნობიერებაში არ იყო, ვიცი რა, ზუსტად მსხვერპლი ვარ, ჩვეულებრივი იმ რეალობის, რაც ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილმა ქვეყანაში მოახდინა რა. და ბიძინა ივანიშვილი თუ ხელისუფლებაში მოვიდა, ეს იმიტომ რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში არ ყოფილიყო. თქვენ ეს დაგავიწყოთ, ან არ იცით, ვინც ახალგაზრდები ხართ და ვინც, ნუ ახლა ჩემზე უფროსები ხართ და ამ ყველაფერს მსხვერპლი ხართ, თქვენც მეწოდებით ნამდვილად როგორც ადამიანი, მაგრამ ახლა ვინც დღეს წავა არჩევნებზე და კიდე ხმას მიცემს და ამას მივცემ, იმას მივცემ, ისაჯობებს, ეს კარგია. პირდაპირ ვიტყვი რომ ეს ხალხი არ მეწოდება რა. არჩევნებზე უნდა წავიდეთ. უნდა ავიღოთ ჩვენი ბიულეტენი და უნდა გადავხაზოთ ყველა. ესაა ჩემი მოწოდება რა. არჩენი ახლა თუ გინდათ ამ თეატრში მონაწილეობა მიიღეთ. ქართული ოცნება გაიმარჯვებს. არჩევნები დაწერილია წინასწარ, მაგრამ თუ თქვენ ამას გააკეთეთ, რასაც გეუბნებით და გააფუჭებთ თქვენს ბიულეტენს, მაშინ ცოტა რთული იქნება ამათთვის ცხოვრება. ნუ გაუიოლებთ ცხოვრებას, იმიტომ რომ ესენი მთელი ცხოვრების მანძილზე გვისპობენ ცხოვრებას. ეს იქნება ჩემი ერთადერთი თხოვნაც და მოწოდება. წადით არჩევნებზე, გააფუჭეთ ის თქვენი ბიულეტენი და წამოდით სახლში. როგორ უნდა მისცეთ რომელიმე ხმა, როგორ უნდა მისცეთ ვინმე საშუალებას თქვენი ბიულეტენი გააყალბოს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაჯვამენ, გვაფსამენ თავზე და ჩვენ ქვეყანას ხმარობენ და კალაძეებს და ყველაზე მეტად კალაძეს ეშინია ხელისუფლების დათმობის, იმიტომ რომ კალაძეს აქვს ყველაზე მეტი დასაკარგი. თუ ვინმე ყავდა მოსასყიდი და იმას თბილისში რაც ბინა აშენა მათემატიკური სიანგარიშით გადაიანგარიშეს და ბინები დაურიგეს ქრთამის მაგივრად ტიპებს. აი ეს არის რეალობა და ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ჩვენ წავაწყდით. ნუ ახლა ეშინია ხელისუფლების დათმობა და იძახის რომ თურმე ყველა მოქალაქე ეწოდება, რომელიც
თურმე უბედურებაში შეიძლება ჩავარდეს და არეულობა არ მოხდეს ოღონდ ქვეყანაში. რა არეულობა უნდა მოხდეს? ქვეყანა არა გვაქვს და არეულობა კი არა მიდის ომი ხელისუფლებისთვის. ნაცები ომები ან კოცებს რა შვეშია ქართველი, რა შვეშია ქართველი ხალხი. სად არის ქართველი, სად არის ქართველი ხალხი? 2.800.000 კაცია გაყრილი ემიგრაციაში. რამდენი დარჩა საქართველოში? 1.5 მილიონი ლაპარაკობს ლამის 3 მილიონი ერიდან ქართულად. ეს არის რეალობა და 1.5 მილიონიდან რამდენი შრომის უნაროა, რამდენი უმოქმედოა, რამდენი ქალია, რამდენი ბავშვი გამოთვალეთ თქვენ თვითონ. შეიძლება აქეთ-იქეთ არითმეტიკული სიზუსტით ყველაფერი ვერ თქვი, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა. პროდუქტიული მასა არ არის, რომ ამათ დედ გამოუტყნას და არადა მოსატყნავია გამგეს დედა ძალიან მწარე. რა ვიცი, ვინც ავარ დარჩენილი, იმათ შეგვიძლია გავანადგუროთ ესენი. პოლიტიკურად განადგურებულები არიან, მაგრამ რეალურად რა ხელისუფლება რო წაართვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გაანადგურო. მაგრამ სურვილი ამისი არა, ხალხი არ გამოდის. დუმს და სიჩემორეს არის მიჩვეული და მე კაი ნათქვამი გვაქვს ჩვენ ქართველებს რა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. აი ესეა ნათქვამი. ჩემზე ნუ იტყვით მაგას რა. იმიტომ რომ ჩემი არის ადამიანი, რომელიც იმ რეპრესიებს გაუძლებს, რომელიც ნაცებმა და კოცებმა გააკეთეს, ხიდაშელებმა და ამ ჩათლახებმა, ხო? ის როგორმე თავს გაიტანს რა. იკითხოს იმან, ვისაც ბრძოლის უნარი არ აქვს და ვისაც ღირსება არ შეჭა ბრძოლის ველს. ამის თქვა მინდოდა.